ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებებისა და მსოფლიო მასშტაბით ინფლაციური მოლოდინების გაზრდის ფონზე საქართველოში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად შენარჩუნების მოლოდინია. ბაზარზე ელიან, რომ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი, რომელიც ხომას დღეს გამართავს, რეფინანსირების განაკვეთს ისევ 8%-იან ნიშნულზე დაატოვებს. ანალიტიკოსები განმარტავენ, რომ ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბულობა გლობალურ ეკონომიკურ პროცესებზე, მათ შორის საქართველოსაც ახდენს მნიშვნელოვან გავლენას, რაც შეეხება გლობალურ ბაზრებზე პროდუქტებსა და მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინმა სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალურ ბანკებს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისა და საპროცენტო განაკვეთების ზრდისკენ უკვე უბიძგა. საქართველოს რკინიგზა განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. კომპანიის გრძელვადიანი სტრატეგია ინფრასტრუქტურის განვითარებას, სატვირთო გადაზიდვების გაძლიერებას და სამგზავრო მიმართულებების მოდერნიზებას გულისხმობს. რკინიგზის განახლების პრეზენტაციაზე ითქვა, რომ 2026-28 წლებში საქართველოს რკინიგზა 50 ახალი ლოკომოტივისა და 150 ვაგონის შეძენას გეგმავს. ამ მიმართულებით 1 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელებაა თვალისწინებული. ქვეყნის გადაკვეთის დრო 24 საათიდან 12 საათამდე უნდა შემცირდეს, სატრანსპორტო გამტარუნარიანობა კი უნდა გაორმაგდეს. მთლიანობაში რკინიგზის განვითარების 10 წლიანი გეგმის თანახმად საერთო ჯამში მომდევნო წლების განმავლობაში საქართველოს რკინიგზაში 1,7 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებაა დაგეგმილი. სუპერმარკეტებში, სოციალური კალათის ფარგლებში პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასდაკლებები ერთიანი სქემით არ იმუშავებს. შეთავაზებებს თითოეული ქსელი ინდივიდუალურად განსაზღვრავს. რიტეილ სექტორის ასოციაციის ინფორმაციით, მაღალი კონკურენციის პირობებში ფასდაკლებები სისტემური, თუმცა ცვალებადი და მომხმარებლის მოთხოვნაზე მორგებული იქნება. სააქციო პროდუქციის ასორტიმენტი და რაოდენობა სხვადასხვა ქსელში განსხვავებულად განისაზღვრება, თუმცა აქცენტი სოციალურ პროდუქტებზე გაკეთდება. ფასდაკლებებზე ინფორმაცია კი სოციალურ ქსელებში გავრცელდება, რათა მომხმარებელმა წინასწარ იცოდეს, სად და რომელ პროდუქტზე დახვდება შეღავათიანი ფასი. სოციალური კალათა სუპერმარკეტთა სხვადასხვა ქსელში უკვე ამოქმედდა და ამიერიდან მომხმარებლებს ფილიალებში სპეციალურად გამოყოფილი სივრცეები დახვდებათ. პარალელურად სექტორში ფასების ზრდის მოლოდინი კვლავ რჩება, ფაქტს კი საწვავისა და ელექტროენერგიის გაძვირება განაპირობებს. სემეკმა იანვარ-აპრილის პერიოდში ელექტროენერგიის ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს კომუნალური კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული თითქმის 129,000 ლარი ჩამოაწერა. ყველაზე მეტი 64,000 ლარი მომხმარებლებს ბუნებრივი გაზის სექტორში ჩამოეწერათ, 47,000 ლარი ელექტროენერგეტიკის სექტორში, 18,000 ლარამდე კი წყალმომარაგების სექტორში. მომხმარებლებს თანხები ჩამოეწერათ სემეკის დავებისა და სერვისების მართვის დეპარტამენტში შესული წერილობითი მიმართვების შესწავლის შედეგად, რომლებიც შეეხებოდა უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებსა და ხანდაზმულ დავალიანებებს. სემეკი შეახსენებს მომხმარებლებს, რომ კომუნალურ სექტორში მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში უნდა მიმართონ სემეკის დავებისა და სერვისების მართვის დეპარტამენტს. კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე 4 თვეში 825 განაცხადი შევიდა, რაც წლიურად 100%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ამ პერიოდში სააგენტომ 246 საქმეზე მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 98 დარღვევის ფაქტი დაადასტურა და დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 41 მოვაჭრე 60,000 ლარზე მეტით დააჯარიმა. მომხმარებლის სასარგებლოდ პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 80 საქმეზე კი 68 შეთანხმება გააფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულებები, საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც ზიანი მიადგათ. განაცხადების 67% ონლაინ ვაჭრობას ეხება, 33% კი ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. ბოლო ერთი კვირაა კრიპტობირჟაზე ვალუტების ფასების ზრდის დინამიკა შეინიშნება. ამჟამად ბიტკოინი თითქმის 81,000 დოლარის ფარგლებში ივაჭრება. 5 დღიან ჭრილში ფასი 5,000 დოლარითაა მომატებული. ბიტკოინის მსგავსად აგრეთვე გაზრდილია ეთერიუმის ფასიც. ამ კრიპტოვალუტის ღირებულება 2,300 დოლარს აჭარბებს. ანალოგიური დინამიკა შეინიშნება თითქმის ყველა სხვა ძირითად კრიპტოვალუტასთან მიმართებით, რაც ინვესტორების მოლოდინების გაუმჯობესების, ამერიკა-ირანის ომის დასრულების
მოლოდინის გაჩენით და საფონდო ინდექსების ზრდით არის განპირობებული. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ევროკავშირიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე საბაჟო ტარიფი 25%-მდე გაზარდა. დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში ბრიუსელის სავაჭრო შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ახალი რეგულაცია ძალაში უკვე მომავალი კვირიდან შევა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ამავდროულად ევროპელ ავტომწარმოებლებს წარმოების შტატებში გადატანისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და განუმარტა, რომ ასეთ შემთხვევაში მათ გაზრდილი ტარიფის გადახდა აღარ მოუწევთ.